როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ ისეთ ურთიერთობაზე, სადაც ადამიანი უკვე რაღაც გაურკვევლად იქცევა. როგორც ყოველთვის ჩვენ ზოგად გაშლებს იმიტომ უყურებთ, რომ რაღაცები გავიგოთ. ამაზე ძალიან კარგად გვიპასუხებს ეს ტარო, რომელიც არ გამომიყენებია მე კარგა ხანია უკვე ზოგად გაშლებში. ესე იგი, თუ თქვენ ადამიანი რაღაცა გაურკვევლად გიქცევათ, ან თქვენთვის გაურკვეველია მოკლედ მისი ფიქრი და გრძნობა, ძალიან კარგად უყურებს არაცნობიერს და უქცნობიერ ფიქრებს და მოდი ვნახოთ. და რა თქმა უნდა, ტრადიციულად ყოველს უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, რაც მე ძალიან მახარებს, ასეთი დადებითი კომენტარები, რომელიც მე მგონი მარტო მე კი არა ყველას უხარია და უღრმესი მადლობა კიდევ იმისთვის, რომ სისტემატიურად მადევნებთ თვალს. და რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ტრადიციულად ყავა, მე მგონი კარგა ხანი არ დამილევია. გოგონებო, კიდე რა უნდა მეთქვა? რაღაცას ფიქრობდი რომ მეთქვა და გადამივარდა ეს ფიქრი. გადამივარდა ფიქრი ანერი, მაგრამ დამავიწყდა. კარგი, ნახოთ ახლა ჩვენ მისი ფიქრი. რას ფიქრობს შენზე? რა არის მისი ფიქრი შენთან დაკავშირებით? ფიქრობს შენზე. მთლიანობაში მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში შენზე ფიქრობს. ნუ ახლა შეიძლება ადამიანზე ჩვენს გვეფიქრებოდეს მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ კარგი სულაც არ გვეფიქრებოდეს, მაგრამ ახსენდებოდეს ადამიანი. მთლიანობაში ჩვენ ახლა გავარკვევთ როგორი ფიქრებია. ისე ფიქრობს, დავიწყებული არ ახარ, ნამდვილად ფიქრობს შენზე. კონკრეტულად ფიქრობს რაღაცა სარგებლიან ურთიერთობაზე. მისთვის უნდა იყოს სასარგებლო შენთან ურთიერთობა. ესე იგი, მე რადგანაც თქვენ აქ იყურებთ პენტაკლების დედოფალში, პენტაკლის დედოფალს ჭირდება მინიმუმ სტაბილურობა. მაგალითად, მე ვიცოდე გარკვევით თუ რას ფიქრობს შენ ჩემზე. ხო და ეს ადამიანი მე როგორც უყურებ არ მოგცემს ზუსტ ფიქრებს, რას ფიქრობს ის შენზე. შეიძლება ადარებს კიდეს რაღაცებს ვიღაცებს სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქ ჩანს ეს მომენტი. გადაწყვეტილების წინაშე დგას და სარგებელი უნდა მიიღოს. ანუ კარგი გაგებით უნდა სარგებელი. შენ კი არ გაყენებს ამით შეურაცხყოფას, მაგრამ თავის თავზე ფიქრობს. პენტაკლის დედოფალთან შენზე ფიქრობს, რომ უნდა მოგაწოდოს ზუსტი ჩამოყალიბებული რაღაცა ფიქრი, რას ფიქრობს შენზე. ეს არ უნდა და ამას ჯერჯერობით არ გააკეთებს, მაგრამ ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს. შინაგანად როგორ რაღაცა იცი, რომ წარმოიდგენს შენზე ეფიქრება თუ როგორი იდეალური შეიძლება ეს ურთიერთობა იყოს. უფრო ცოტა ფანტაზიებშია გადასული. კაცი რომელიც ცოტა ფანტაზიებში და ოცნებებში გადადის, მისგან დიდად ნურაფის უნდა ელოდებით კონკრეტიკას, ხო? აი დააზუსტა რა თქმა უნდა ამარკანმაც, იმიტომ რომ ცოტა ჩუმად ყლაპავს ნერწყვს. ჩუმად რატო ყლაპავს? კაცს არ უხდება ჩუმად ნერწყვის ყლაპვა. არ დამეთანხმებით? კაცს უხდება ესე ღიად რო ყლაპავს ნერწყვს. ანუ გააჩნია ხა ვის რა სიტუაცია გაქვთ, მაგალითად თუ თქვენ დაოჯახებული ხართ, ესეც შესაძლოა, შეიძლება ორივე დაოჯახებული ხართ და ნუ ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს აქ. კი არ ვადასტურებ რომ ზუსტ ასია, მაგრამ ნუ ვარაუდი და ვარიანტები არის. ესე იგი, ამ ადამიანს აქვს ისეთი მდგომარეობა, თქვენთან გაფუჭებულია სიტუაცია, გაშავებულია თქვენთან და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, მაგრამ ისიც იცის, რომ თქვენ მას ელოდებით კონკრეტული გადაწყვეტილებით. რადგანაც გადაწყვეტილებაზე აქვს საუბარი, მე მაინტერესებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებ ამ პასიური ფიქრებიდან და ოცნებებიდან, აი, რა გადაწყვეტილებას მიიღებ შენ? როგორი იქნება შენი მოქმედება ნათიანი? ანუ მოქმედება არა. მოქმედება მინიმუმ შემიძლია თქვა ძალიან დესტრუქციული ნაბიჯები იქნება და არ არის ეს კარგი. მაქსიმუმ რაც შეუძლია, არაფერი არ გააკეთოს. არა. თუ თქვენ შორის ახლა უკონტაქტო ურთიერთობა, თქვენზე ძალიან კარგად რეზონირდება ეს გაშლა. მიუხედავად ყველაფრისა, მე რა თქმა უნდა არ მიყვარს ადამიანს ამ შემთხვევაში ურთიერთობაში იმედს რომ ვაძლევ, მაგრამ შენზე სულ ფიქრობს, აკვიეტებულად ფიქრობს. მაგრამ სამწუხაროდ ეთყობა იმდენად მართლა რაღაცა არეულია თქვენ შორის სიტუაცია, რომ ამიტომ ღიად ვერ ყლაპავს ნერწყვს თქვენზე. იმალება.
ესე იგი კონკრეტულად არ გინდა, აი რამისეზით არ გინდა, არ შეუძლია აქ რაღაცნაირი უსიამოვნებასთან ასოცირდება უკვე ნაბიჯები და აი რატო არ გინდა კონკრეტულად ნაბიჯი, რა არის ამის მიზეზი? არ შეიძლება თუ ფარული ურთიერთობა და თუ სამკუთხედი ოთხკუთხედია როგორც თქვი, უკვე ამ ადამიანმა იცის რომ არჩევანს არ გააკეთებს და ეს უკვე არ შეიძლება, მაგრამ გეგონება რომ აუკრძალეს ამას თუ თავის თავს უკრძალოს რაღაცა ხდება ერთი სიტყვით არ შეიძლება და ურჩევნია თავის თავში დამალოს ყველაფერი იმიტომაც არის ასე თავის ჩრდილს რო დაყვება ნუ ძალიან არ გამოდის რა ურთიერთობა უკვე არ გამოდის მოქმედება არ გამოდის იმიტომ რომ გულნატკენი ხარ შენს და შენ ძალიან კარგად იცი რომ არ გამოდის ეს ურთიერთობა საერთოდ ყველა გაშლას და ყველა სიტუაციას აქვს თავისი დადებითი მხარე და მე აუცილებლად გეტყვით ამ დადებით მხარეს. როცა ადამიანმა იცის არ გამოდის და რაღაცნაირად არ გაწვალებს ზოგჯერ გამოვა კონტაქტზე, მე აქედან კიდე არაფერი არ გამოვა, ჯობია, მართლა ჯობია, რომ იყოს თავისთვის. თქვენთვისაც უკეთესი იქნება ეს. კარგი, ერთი მაინც ვიკითხავ თქვენგან თუ რამეა დამოკიდებული აი თქვენი ნაბიჯიდან რამე არის დამოკიდებული თქვენზე, რამე არის? არა, რუიანით ასე არა. არც არაფერი და არც შენ არ გინდა შესაძლოა და ძალიან ცუდი იდეაა ეს, მოკლედ. კარგი, ვიკითხოთ გრძნობა, რას გრძნობს შენს მიმართ? რას გრძნობს? რა ჭირს? იმენ დრამაა მოსული. გრძნობა შენარჩუნებულია, არც შენ არ გინდა თითქოს, ანუ აქ მოხდა რაღაცა ისეთი, რომ ერთმანეთში ძალიან გარკვეული გაქვთ ყველაფერი. გრძნობა ამ ადამიანს აქვს შენს მიმართ, იმიტომაც გიყურებს, იმიტომაც ოცნობს, დარჩენია მეტი რა დარჩენია არც არაფერი, ჩუმად ამასაც ვერ ამჟღავნებს ესე ღიად, საკუთარ თავთანაც კი ბოლომდე არ ხსნის ამ ფიქრებს, მაგრამ ნუ ყველაზე პასიური არკანები ამ პასიური გრძნობა, ანუ გრძნობა აქვს, მაგრამ ესე არ არის ის გრძნობა, რომელიც თავის შიშ და დაბრკოლებას გადაალახვინებს. და შენც იცი რაღაცნაირად, რომ ემოცია აქვს ამას და ის ემოცია არა, რომელიც შენ გეკადრება და რომ შენ გინდა. თავის დროზეც რაღაცნაირად მაინც დაგაკლო გრძნობა, ემოცია, რაღაცა ბოლომდე არ ჩადო, თვითონაც არ იგონა მე რომ ასე ემოციურად დაატრიგერდებოდა თქვენზე. როგორ ენერგიას ვიჭერ, იცი? აი ხო თქვი რომ მთელი დღის განმავლობაში თქვენზე ფიქრობს. ზოგადად წუხს ამ ურთიერთობაზე, რომ რაღაცა ისე ვერ არის კარგად ურთიერთობა. მაგრამ მოლოდინების გარეშე ეს ადამიანი, აი თქვენ, როგორც მე აქ უყურებ, თქვენ უფრო მოლოდინებით ხართ. ამან უკვე გაარკვია ეს ყველაფერი, ახლა გულს ვერ უბრძანებ და თავში ფიქრებს ვერ გააკონტროლებ ფერასოდეს და თავისთავად ჩვენ მკითხულობთ, არც მაგისტვის არის, რომ ამას უყურებთ. მაგრამ მოლოდინების გარეშე, იმიტომ რომ დასკვნა გამოიტანა. მე როგორც უყურებ გამოცდილებიდან, მამაკაცები ჯობია ჩვენ ქალებს ამ საკითხში. იმიტომაც არის მე რომ სულ რაღაცა გაინტერესებს, რაღაცა გინდა, მიხვდა დაალაგა ყველაფერი და თავის თავში არის ესე ამ ფიქრები და არანაირი მოლოდინები, ამ ეტაპზე არ აქვს. ასეთი არის დღევანდელი გაშლა გოგონებო, მე რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარში.